ნოლდორები, ბრძენი და ოსტატნი. ვალინორში მათ ყველაზე მეტად აულე, მჭედელთა ღმერთი შეიყვარეს. მათ არ აინტერესებდათ უბრალოდ ჯდომა და სიმღერა. მათ სწუროდათ შექმნა. მათ ისწავლეს ქვისა და ლითონის ენა. და პირველებმა აღმოაჩინეს დედამიწის გულში დამალული ძვირფასი ქვები. მათი მეფეა ფინუე, შავთმიანი, გამჭოლი მზერის მქონე მმართველი, რომელმაც თავისი ხალხი შუახმელეთის ბინდიდან გამოიყვანა. ის არის ბრწყინვალე გონების პატრონი. მის თვალებში ანთია ცოდნის წყურვილი, რომელიც შემდგომში მის შვილებს მემკვიდრეობით გადაეცათ. ნოლდორებმა ააგეს ელფთა ქალაქებს შორის უმშვენიერესი, ტირიონი. ტუნას მწვანე ბორცვზე აღმართული თეთრი ქალაქი, რომლის კედლები მარგალიტის მტვრით ბრწყინავდა. და ქალაქის ცენტრში იდგა მინდონ ელდალიევა, მაღალი კოშკი, რომლის ვერცხლის ლამპარი შორს ზღვის ნისლშიც კი ანათებდა. ნოლდორთა ხელმარჯვება არ ემსახურებოდა სიმდიდრის დაგროვებას. მათი მიზანი სრულყოფილება იყო. თუმცა, ქმნის ეს დაუოკებელი წყურვილი, რომელიც მათ წარღვებში ჩქებდა, ორლესულ מחვილად იქცა. מחვილად, რომელმაც მათ უკვდავი დიდება მოუტანა, მაგრამ მალე სწორედ ის გახდებოდა მათი დაღუპვის მიზეზიც.